ბათუმის პიაცაზე კონცერტის დაწყებამდე ლეგენდარულ ტენორს პლასიდო დომინგოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. შეხვდრას პირველი ლედი სანდრა როლოვსი და მოქანდაკე თამარ კვესიტაძე ესწრებოდნენ. კვესიტაძის სიყვარულის ქანდაკებამ დიდი მაესტროს მოწონება დაიმსახურა. პლასიდო დომინგოს საქართველოს პრეზიდენტს თავისი ბათუმური შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა. სოფლიო ტენორთან საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდს იხსენებს. თუ როგორი ძალისხმევით უხდებოდათ მასა და სანდრას პლასიდო დომინგოს კონცერტებზე მოხვედრა. რამდენიმე წლის წინანდელი ამბების გახსენებისას საქართველოს პრეზიდენტი პლასიდოს სხვა ვარსკვლავებს ადარებს და ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ აფასებს მაესტრო თავის თაყვანისმცემლებს. მინდა მოგესალმოთ, სანდრას გავახსენე, როდესაც ნიუ-იორკში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათს დილის 5 საათზე ვიღვიძებდით, ჩვენ ვცხოვრობდით ცენტრალური პარკის დასავლეთ მხარეს. გადავდიოდით მთელ გზას მეტროპოლიტენამდე, ვეწერებოდით რიგში, დილის 9 საათზე კი სალორო იღებოდა და უკვე შეგვეძლო მთელი კვირის ბილეთების შეძენა ამ შესანიშნავ წარმოდგენებზე დასასწრებად, მათ შორის თქვენს პრემიერებზეც. ერთხელ თქვენთან ავტოგრაფის ასაღებად მოვედით. ისეთი მომთმენი იყავით ხელი, რომ მოგეწერეთ ყველა მსურველისთვის მთელი საათიც კი დახარჯეთ ამაში. მე მინახავს სხვა ვარსკვლავებიც, რომლებიც ახლოსაც არ იკარებდნენ ხალხს და ზოგჯერ მათ უხეშადაც ექსეოდნენ. ასე რომ მოვდიოდით ვიდექით რიგში, რადგან სხვა დროს ჩვენ როგორც წესი ფეხზე დასადგომი ადგილები გქონდა, მეტროპოლიტენის ბილეთები ხომ ერთი წლით ადრე იჯავშნებოდა. სხვათა შორის სანდრას დედა ჩვენთან ერთად ოტელოს პრემიერაზე იმყოფებოდა. მას თქვენი უამრავი საოცარი ფოტო აქვს. მე მახსოვს, რომ აპლოდისმენტები ამ პრემიერაზე 15 წუთი გაგრძელდა. ეს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იყო. საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრისას პლასიდო დომინგო დღევანდელი კონცერტის წინაპირობას იხსენებს. ქართველი მეგობრების ერთად შეკრებას და საქართველოში კონცერტის გამართვას თურმე საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. დიახ, მართლა ასე იყო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი აღფრთოვანებული ვარ აქ რომ ვიმყოფები. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როდესაც პირველად ვიმღერე პაატასთან ერთად მაშინ ვუთხარი, როცა მე პირველად ჩავა შენს ქვეყანაში, იქ უნდა დამხდე და ასევე როდესაც ეთერმა გაიმარჯვა ჩემს მეორე კონკურსში, იგივე ვუთხარი. როდესაც აქ ჩავალ, შენ უნდა იმღერო. ასევე ლადოსა და ყველა მომღერალს, ვისთანაც მე ვიმღერია. ყველას ვეუბნებოდი, თქვენ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ სახლში. როდესაც მე იქ ჩავალ, სულ რაღაც 2 დღის წინ ვიდრე ჩამოვიდოდი, მე გამახსენდა, რომ ქეთევანიც აქედან არის. ვენიდან ისიც ჩამოვიდა. ასე რომ ყველა ქართველი მომღერალი, ვისთანაც მე ვიმუშავია, აქ იმყოფება და ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის წარმოუდგენელია. გაოცებული ვარ ქალაქით. ის რაც ბათუმში უკვე ვნახე ფაქტია, რომ ტურიზმისთვის იდეალური ადგილია. ბათუმის დათვალიერებისას მსოფლიო ტენორი განსაკუთრებით სიყვარულის ქანდაკებით მოიხიბლა. დღეს საქართველოს პრეზიდენტის სურვილით პლასიდო დომინგომ ამ ქანდაკების ავტორი თამარ კვესიტაძე პირადად გაიცნო. შეხვედრას ქვეყნის პირველი ლედიც ესწრებოდა. უშუალო შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და სტუმარმა ვარსკვლავმა ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტის შენობა დაათვალიერეს. საბჭოთა ნიმუშებს ხედავთ, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს სიმბოლოები მოხსნათ. ეს ის ადგილია, სადაც სცენის მომავალი ვარსკვლავები უნდა აღიზარდონ, ამიტომ მსოფლიო ტენორის აქ მოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მიუხედავად ხარაჩოებისა, პლასიდო დომინგომ გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ისი რას ვიზამ, ამ კიბეს ავივლი და პირველი ვიქნები, ვინც ამ ადგილას მოხვდება და იმღერებს. თავაზე ყოფნაში თქვენ თავად გახსნათ ეს შენობა. Pressa toujours, je t'adorerai, te prospère, et te bénis au sombre jour. Okay. Bravo. Okay. That has been baptized. Bravo. Do you see the workers? მუშებს ხედავთ, როგორ მოხიბლეთ. That's a prayer in the sea. It's a prayer. That's amazing. You see, I read this way. Okay. მე აუცილებლად დაუბრუნდებია. თუკი ამ სიტყვებს გავითვალისწინებთ, მიხეილ სააკაშვილის მოწვევა პლასიდო დომინგომ უკვე მიიღო. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტს სტუმარი კიდევ ერთ ადგილას მიჰყავს. სენამ დომინგო და მისი ქართველი მეგობრები ამ სცენაზე იმღერებენ ვარსკვლავს პიაცას მოედნის შესახებ უყვება.
And this square, this place. ეს ადგილი არის ძველი დიზაინით გაკეთებული. ამ წლის აპრილში დაიწყეთ მისი მშენებლობა. Start to construct. ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი მასპინძელი დიდი მაესტროს კონცერტს უკვე მაყურებლის სტატუსით დაესწრო.